მოგესალმებით აფიცენიო ტელემოხმარებო. მე გახლავართ ავტანდილ ერთაური, უფლებადამცველი. ჩვენი მასპინძელია ბატონი თემური ბობოხიძე, პოლიტიკური პარტია მამულის თავმჯდომარე. ჩვენი სტუმარია შონია მერაბი, მრავალი ასე რომ ვთქვათ, არაორდინარული პროექტების ავტორი. ეს ნაწილობრივ გვეტყვის რაშია ეს არაორდინარულობა და როგორ გამოხატავს და როგორ ასრულებს, როგორ აპირებს ამის შესრულებას. ბატონო მერაბი, თქვენ გაქვთ რამოდენიმე საინტერესო წინადადება, რომელთაც შეიძლება ტელემაყურებელი დაინტერესდეს, რომელიც ეხება საქართველოს მომავალს, რომელიც ეხება შერიგებას მოქალაქეების ერთმანეთზე, რომელიც ეხება საგვარეულოს მუშაობას, საგვარეულოს დაახლოებას, ურთიერთდაცვას და ასე შემდეგ. მრავალი პროექტი გაქვთ თქვენ. გვაინტერესებს რიგითობის მიხედვით მივყვეთ თუ ჯერ რა არის ეს ერთიანი ნდობის პროგრამა, პროექტი, რაში გამოიხატება და როგორ აპირებთ ამის შესრულებას? ყოველთვის არის ყოველთვის, მაგრამ მე ცოტა ჩავაშორე. იმიტომ რომ თქვენმა გამოსვლამ, წინა გამოსვლამ ძალიან გამოიწვია რა ქვია ჩვენ ტელემაყურებლებში დიდი გამოხმაურება, დაინტერესებულები ძალიან იყვნენ, რომ რა პროექტი თავისთავად გაუგრძელები და გვესაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბატონ ავთომსონით გადაწყვიტა, რომ კიდევ რამოდენიმეჯერ იქნება ჩაწერები ამ საკითხებთან დაკავშირებით და სულად ავუხსნათ ჩვენ ტელემაყურებლებს, ჩვენ როეთქვია მეგობრებს, ახალებს, რომ რაში მდგომარეობს ეს პროექტი. ჩვენ პირდაპირ თვალებში უყურებთ ერთმანეთს. აი თქვენ მე შემაქეთ და ეს ქება როგორ მივიღია, მას მაყურებელი უცებ განსაზღვრავს. ანუ პროექტი ამბობს, რომ ადამიანი შეიცნობა როგორ იცის და რას იცის. გველურად თუ იცის იმ ადამიანთან გველები დაიგებს. ანუ სწორედ ესეთია. თუ ის იტევს ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ გონათებობის მომენტი მუშაობს. აი მინდა ვთქვა მაშინ. მე კი ასე ვახებ, ბატონო, მე სიმართლე. სიმართლე როგორ არის, რომ ჩვენ აი ესეთ რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რომ 200,000 სპერმატოზოიდიდან ერთი მიდის მიზნამდე ავტომატურად ის მიზანი უნდა გაიხსნას, ანუ თესი, რომელსაც ახლა ვილაპარაკებ, ის ყველა უნდა მოუწყოთ, მაგრამ თუ ის არის გადარჩენის გზა, ამაზე ვაპარაკებ, ხო? აი რა არის ალგორითმი კომაროვი, რომელიც შემამდე მოვიდა და რომელიც ფიქრობ, რომ იდეაფიქსი გახდა ჩემი, რომ ის ჩვენ ვიყოფებით იმდენ ქვეყანაში, სადაც ჩვენ დაქვეითებული გვაქვს ეროვნული სუვერენიტეტი. როდესაც ეროვნულ ყველობაზე გამოვედი, ვთქვი, რომ თუ თქვენ დაუპირისპირდებით ჩემს ვიზაში ძალიან ჩემი ცოლის დას, რომელიც მე ქვეყანას მირჩევნია, იმის გამო, რომ ის დღეს ეროვნულ პლატფორმაზე ადგას, მე თქვენთან არ დავდგები მეთქი. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეს ეროვნულ პლატფორმაზე დგას, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ დგას. თორემ ტელევიზიაზე დღეს შევეკითხე, თუ შეგიძლია პირველად რომელიმე ხალხში მიხვიდეთ. აპარატის უფლება არ აქვს, აზდაკებიოთ, ხო? როგორ გავარკვიოთ ეს წრე? ანუ ნორმალური ადამიანები, რომლებიც ნორმალურად ფიქრობენ, ისინი ვერ ხედავენ გამოსავალს. ანუ არანორმალური ადამიანებს რატო ვეძახით ამათ? ისინი არიან შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც წარმოსახვით ხედავენ ამ მთლიან სურათს და იყურებიან წინ, მაგრამ იმდენად ძლიერად იყურებიან წინ, რომ ჩვენ ესე გიჟად მივაჩნია. იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ რაღაცას დაბალაკობენ, მაგრამ თუ ამათი ადამიანების ერთობაში ვიყიდით, მაშინ მოხდება ის რაც დაარღვევს, რაც არსებული სიტუაცია არის ეკონომიკურ ერთმანეთთან ლაპარაკობთ, რომ კი მორჩალის კანონი არც ერთი არ უაზრებთ ერთმანეთის თქვის უფლებას. რატომ არის ეს? იმიტომ რომ პირადი ინტერესი აყენია წინ და ესე იგი სახელმწიფო ინტერესი უკან ცხელი კი არ არის წინ, ურემია წინ და ვერ ამიდის ეს, ხო? აი როგორ შევწვალოთ ეს სიტუაცია, ამიტომ მახინჯაურში გამოვზენდეთ ისეთი ადამიანი, ლაზარე ახმედიანი, რომელსაც წაართვეს 1,100,000 მონეტი, იმის გამო რომ ის გზამ გაიარა და ფაქტიურად როცა თავის ქონება მოითხოვა
გააჭირეს საერთაშორისო ორჯერ. და ეს პირი ჩაუხიეს, ყური ვეღარ მუშაობს და ამის იმედად ძალიან დაჭერა იმას სამს არ აძლევენ რომ გიჟია. ახლა ეს იმისთვის თავისი უფლებების ქონების დაბრუნებისთვის არის ესეთი ფაქტი ბაროიზე უძლიერესი ყველას მოусურვებ მასთან მუშაობს და მასთან არის გრიგოლ დილოვაშვილი, რომელსაც ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ხედავენ მომავალ პრეზიდენტად. ფაქტიურად მის ირგვლივ სასულიერო ძალიან ძლიერი ადამიანია. აი მაგალითად მე და იმან რომ ვილაპარაკე ჭიათურის პრობლემა როგორ გამოჩნდა, მისი ტიტანური აზროვნება ჩანს. მაგრამ აი ახლა წერს აგერ ჩვენთან როგორ პროგრამისტები, კონტენტ-კრეატორები ჩართულია და აი ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ დარბაზები უნდა შეიქმნას ქვეყნის მასშტაბით და ყველა დარბაზებში უნდა იყრენ იურისტები და მთელი ერი უნდა გახდეს მობილიზებული რომ ამ პარტიის უკან ჩვენ დავდგეთ და ესე იგი ხელისუფლებამ გარდულად დაიწყოს სრულიების განხორციელება. ახლა ნახეთ იმის შემდეგ რა მოხდა აი ბეკარ ფედერალური მე გასულ დავუთხარი იმას გეშარტი სულდოვარ გეგმაშ ღეშდორა ნუ ახლა მიწვეულია გაიგებენ რომ ადიო სალინაფეთქი ჩამოდი ორი გარეკა ერთ კაც ვერ აკეთებს ხო ეს ბეკარ ფედერალური ლაპარაკობს იმას რომ აი ბეკარის თავარი საბრძოლო მინარია 72 ესე იგი სამხედრო ექიმები არიან მათ შორის ძალიან ვიცით თქვენ ვიყავით ერთად შვენობით მოკლედ ისი თქვა მინდა რომ აი ნახეთ ბექტარი თავარი საბრძოლო ამოცანა არის ერთობის იდეა ანუ ერმა როგორც პოლიტიკური ეკონომიკურ სივრცეში დაეყრდნოს მე პატრონის პასუხისმგებლობა პოლიტიკურ სივრცეში პარლამენტი იყოს ამორჩევის პირადი წარმოადგენელი ხოლო ეკონომიკურ სივრცეში ერი შემოვიდეს როგორც მეორე სუბიექტი ანუ ინიციირებით შედის პარლამენტში და ამბობს რომ გავაკეთოთ ესე იგი გავაკეთოთ ესე იგი ინიციირებით რომ ხალხი გახდეს საგემოვნო ბანკის მებადრე ნახეთ როგორ რაღაც არის ესე არ არის ეროვნული ბანკის სპეციალისტი რომ მოვიყვანეთ ესე მარტო ეს ერთობროჩი ვერ იმუშავებს ანუ გვარდაკავშირებში უნდა შეიქმნას სრული სოციალური მიზნობრივი საწარმოები და სუბსიდირების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს გასაგებია უკვე იწყებს ისეთი რაღაცა რომ ეს კრედიტი გაქვს 25 წლის ვადით პროცენტ ნახევარში 3 წლის მერე გადაგდება დიდებულია ეს ორი უჯრედში ერთმანეთთან შედის მაგრამ ეს წარმოზამოდება რომ რეალურად ამას უნდა დაიწყოს მუშაობა ამისთვის საჭიროა აქ რაზე გადის ეს იცით ეს იდეალური რაღაც არის სასწაული რაღაც არის ფაქტიურად როდესაც ვერავინ ვერ ახერხებს და თქვენს ვერ ახერხებთ იმას რომ ფინანსება დაიწყოს სწორად მოზრაობა ანუ ძალიან დიდი ფინანსები რო ამოზრაობთ ამაზე გადავალ შეიძლება თუ არ გაქვს შეიტყვები აი როგორ ამოზრადება ტიტანურად არანორმალური ფინანსები წარმოიდგინეთ ახლა მე თუ რაღაცას ილუზიურად ლაპარაკობ ბევრი გამომხმაურება არ დაიჯერებს მაგრამ ძალიან მოაზროვნე ადამიანები რომლებიც ლოგიკურად და წამოსავლის სწორად აზროვნებენ, ანუ კრიტიკული აზროვნების უნარი გააჩნიათ, ანუ შეუძლიათ კითხვების სწორად დასმა, მოდელების შერჩევა და ამ მოდელში თავარის პოვნა. მაშინ იტყვია ყველაფერი ისტორია. თუ გაინტერესებით, გაინტერესებს მაგალითად ბაბურ გულუასთან რო შევხვდი, მითხრა ესეთი რაღაცა. ორბოს აკადემიაში დამაყენა და ყველაზე კრეატიულად შემცვა პირადად ჩემზე. ну შეკითხვა დავუსვი ახლა რო ყოფილიყო გააგრძელებდით მეთქი ამ რეფორმებს დაიწყებდით მეთქი და არავო ანუ ძალიან გულწრფელი ადამიანი და მე ვიტყვა რომ სამის დადება არ მეხერხება და კარიერისტი არა ვარ ну არის რაც ვიტყვა მე დავიჯერებ და მან შეიძლება დადებითად იმოხდება მაგრამ რაღაცნაირად მინიშნება თუმცა რომ როდესაც ნიკო ნიკოლაძე მიდიოდაო ფოჩი ილია ჭავჭავაძე მუთხრაო თბილისი გინდა დააუგლო, ანუ ამ სათავეში თუ ძლიერი ადამიანები ჩადგებიან, მაშინ წავა ეს საქმე. გასაგებია რომ ლომები უნდა დადგინდათ, მაშინ ტურები გაჩერდებიან. ყველა მიმართულებით. ახლა კონკრეტულად ამაზე. ეს ბეკარ ფედერალი ახლა დაშიბულა და ეს დაწერილი სინამდვილეში რა ჩანს? ყური ილია ჭავჭავაძე რას ახერხებს, რომ ყულაბა იქნება და ჩვენ ახლა კახეთში ძალიან დიდი წარმოიდგინეთ სინოდის წევრები შეიძლება მოვიდნენ სინოდის საგარეო საქმეთა გამოგებაში რომ მუშაობენ ისეთი ადამიანები მაგალითად ბერით ლახო შეიძლება მოვიდეს რომელიც ავად გახდა თემო და შეიძლება თქვენს რომ შენ გვაშუქე ეს ადამიანი და თქვენ შეგჩვდით და ფეხში შველა დადის ძალიან ბევრი ის სხვათა შორის ის მერები მოვლენ რომელიც ეროვნულ გამოთავისუფლების მოძრაობას ჭელიძე არის და ძალიან ძლიერი პიროვნება და გარდა ამისა მოვლენ ესე იგი აკაკი ჯორჯიაძის ახალგაზრდული მთა კახელები, ქუთაისელები მოვლენ ჩვენთან ფიცის მივიღეთ ხულოში ვიყავით და ფიცი დაიდო რომ
მთელი ემიგრაცია ჩვენთან გაერთიანდება. მე ვიტყვი ეს როგორ მოხდება. ჩვენთან მოვლენ ესე იგი ტონვილები, საცული სიტყვა, იზოლირებულ გადაადგილება როგორ შეიძლება შეს ქვეყანაში აკონტროლოს ტონვილი, რომელიც დაბრუნებასთან დაკავშირებით ლაპარაკებენ. მოვლენ ახალგაზრდების სხვა როგორ მოხდება ეს მეყოვრები. ახლა ფინანსთან დაკავშირებით. ისინი ილია ჭავჭავაძე ნახე რა ხდება, კახეთში დაიძმება ყულაბა. 20 კაცი მიდრე უსახოთ თავიდან ამას ფინანსები უნდა ვახერხებთ ამას რაღაცნაირად და ამ ყულაბაში ჩვენ ხალხი თვითონ მანეწყვრება. მაგრამ უყურები მერე შემდგომ რა ხდება? ამის შემდგომ ესე იგი გაგიკვირდება, მაგრამ ფაქტიურად პოსტავა სეზონში მომიწვიეს იმ ხალხმა, ვინც ფაქტიურად ესე იგი ძალიან დიდ ამინს ქმნიან. ესე იგი ეს ხალხი არის, როგორც ვთქვა, ეს ირაკლი გაგიძე, რომელიც ეთნოსოფელის მაგალითის ჩვენები ძალიან ქვემოდან იწყებს ისეთი დამიწებულ რაღაცას, რომ მერე მოთხოვდა რომ გაიზრდება ამაში, მერე უკვე ლევასტოტრი ეს ტიტანურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ალიკო გიორგიანის მეშვეობით ახლა იქნება ჯგუფი და ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, რომელშიც მართლაც ვაჟასულია ჩასახლებული, ლაპარაკობს, რომ ისეთი სიჩუმეა, ჩემ შემთხვევაზე პასუხები არ არის. სერბიაში რატო არ არის პასუხი? იმიტომ რომ ამ ჯგუფში ესე იგი ძალიან აი სოფიო ათეულში მოშედიან გენეტიკოსი ისეთი ადამიანები ერთიანდებიან ჩვენთან. ანუ ეს რევაზი ლაპარაკობს, რომ აი აქ ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და მე ამას უპასუხოს ლაზარე. ლაზარე, რომელიც ფიქრობს, რომ აფეთქებს ამ იმას პირადი რაღაცით სივრცეს. არა, ესე არ ხდება, ხო? ანუ ორი კონტრასტული რაღაცა იდება უბრალო ადამიანის, რომელიც დასრულებულია, რომ ნაპოლეონია და მეორე ცნობილი ადამიანია. დღეს ფინანსებთან დაკავშირებით ვიდეო როგორ შემოვა ეს? შენ ტიპიკად მეგია. საერთოდ საინფორმაციო სივრცეში მუშაობს სიძულვილის რიტორიკა. თქვენი დასახელებული პიროვნებები სხვადასხვა გაჟღერებიდან არის, სხვადასხვა მიზნები აქვს, სხვადასხვა მოცანები აქვს, სხვადასხვა ინტერესები აქვს, სხვადასხვა შეხედულებები აქვს და 90-95% სიძულვილს თესავს საზოგადოებაში, ურთიერთ სიძულვილს. არის ეს რეალობა. აი ამ რეალობას როგორ უნდა გავიქცეთ ჩვენ, რომ შევაყაროთ ურთიერთ დაპირისპირებული ხარეები, საზოგადოების მოღვაწე არტივოები და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება ესენი დავაახლოთ სახელმწიფო ინტერესთან მამულის გადასარჩენად, როგორ შეიძლება ესენი მივახედოთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ მოდის ახალი ძალიან სხვა, ძალიან განსხვავებული დრო და ამის გარეშე, სიყვარულის გარეშე ჩვენ ვერ გადავარჩით საჩვენოს. აი ეს როგორ ხდება ეს? აი ნახეთ ესე იგი, რაც ბატონო ავთომატო, სწორედ ეს არის ის სიძულვილისა და რაც გამოხატულია მით უმეტეს პოლიტიკოსებში და პარტიებში. რომ იმდენად არის გამოხატული, რომ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ზიზღს გამოხატავენ დაპირისპირებას, აი მაგალითად მოვიყვანოთ 9 აპრილს მეორე არ მიუშვეს ძერთან ყვავილები მიეტანათ და სამდენი დაეთო. თქვენ ამას რასაც საუბრობთ, აი პოლიტიკოსები და პარტიები. ეს კარგია, ეს ხალხი ვისაც დაასახელეთ, ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ამას იზიარებს თქვენ იდეას, ამ მიმართულებას იზიარებს, მაგრამ მაინც დღეს ყველაფერი მაინც პოლიტიკასთან მიდის და პოლიტიკოსებთან, რომლებიც აი ამას, რასაც თქვენ ამბობთ, ძალიან დიდი დაბრკოლება მოყვება. აი როგორ შეიძლება ძალიან მართლაც გაგიდება ეს ახლა უყურეთ როგორ არის ამ დაგარწმუნოთ თქვენ და თქვენ ეს საკითხებია როგორც ეს მეუჩენ მიფიქრია, მაგრამ ისევ გამიმორო რაც გადაცემაზე ვფიქრ. თქვენი ვერ გაწყვეტა ვერავინ, მაგრამ მე მივხვდა რომ შესაძლებელი აშკიზე შემოდა შემოატრიალა საპირისპირო არ ყოველთვის ხერხია თავი ამ ხერხთან დაკავშირებით გეტყვით რა მოხდა. ამ ინტერნეტ სივრცეში და თქვენი დახმარებით მე შემამჩნია ზეონულება, რომელიც მერაპოსტავაში იბებებიან და მომიწვიეს. ახლა ეს ერთი ოპერატორია, სამი ის ადამიანია, რომლებიც ამ ესე იგი ფაქტიურად არიან სწორი ადამიანები. ერთ-ერთმა მე ჩემი გამოცდის შემდეგ დავე ესეთი რომ ესენი ბევრს ლაპარაკობენ და რაღაცა. ბოდიშის მოხდით გამოვიდა მე ჩემთან მიმართებაში. მეზობელს გავყევი წორის მოსაზრება სოფელში და 4 ნასახლარი ნახეთ, სადაც ბუხარი იყო და ალიკო გოგდა. ისე რომ ყველა ესენი აპოშტა ვინც ეკლესია და ანგლიის კომუნიზმმა კიდე რაღაცა როწავდა და მათში ჯიში არ გაჩნდა. ამ ადამიანების მიმართ არ შეიძლება ლაპარაკობა, ესენი ზერისინის ნამუსია. მაგრამ რასაბარაკოს უბრალოდ მაკაცარია, რომელიც ისინი ჯარის პროგრამული უზრუნველყოფა გააკეთა, პროგრამისტია.
კიბერნეტიკოსია, რომელიც მეგობრები არიან კუკური ჩაბიძია და როგორი ამიცება ეროვნული ის ხელმოწერები სასწავლი ადამიანები. ეს ლაპარაკობს, რომ მე უიცვიო და 4 კაცის მეტი არ მოვიდა. ანუ ეს ეროვნულები უფრო გათიშვილი არიან ვინემ შევარდნაძის მომხრეები. აქ შიგნით ისეთი საშინელება ხდება. მე პირდაპირ ვიტყვი ამას საფრთხეს, როდესაც გამოვიდი ეროვნულ ყრილობაზე და ბევრი ხალხი რო გამომეხმაურა, მე ეგრევე ჩამოსულზე ავტობიოგრაფიული შემეკითხა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა სიყვარულს ხედავ, ანუ ეს მეგობრობაში სიყვარული სადაც არის, არაფერი არ მუშაობს და მე ეგრევე გავედი ვახტანგ კომალიასთან, მის კონტრაზიუტკასთან გავედი ძალიან ძლიერად ამ ეროვნულებში და პირველი მოსმენები დავიწყე, რომ იმიტომ რომ აქედან მხარეში რომ ესენი არიან, იქიდან მხარეში ერთმანეთთან არიან თუ არა, ეს იყო ჩემთვის გასაგები. როცა ჭაბუკაშვილი ჩემთან გამოვიდა და მითხრა, შენ თამას თამაშობ, ხო? მაშინ მქერე არა გიდერში შეხვავს ხელისუფლება მეთქი. და რა არის ეს და კითხე მეგრელებს მე. შეხვდით არ მიკითხავს. არის კი ჯუში მურა ქართველიშვილი, არიან კი ჩაოსანი, ჩოხოსანი დედები, არის კი ზვიადის გაწარებული ოჯახი, არის კი ის ერთობა ერთმანეთში, ხო? ეს საკითხები უნდა დავიადგინან. რომ რაცინებით მითხრა რომ გავიგო გიდელი ისეთი რაღაცა რომ შედის და მე ვერ გამოდისო. მე ამას ხელისუფლების დამცირების მიზნით ვამბობ, ჩვენ ხელისუფლებას უნდა გავუჩინოთ უდიდესი სურვილი რომ ხალხი მსახური გაქცეს და მას ვაკეთებთ. სასწაული იქნება ეს კახეთის კონფერენცია რო ვთქვა. ახლა რა ხდება ეს რომ უთხარი ჭაბუკაშვილმა მითხრა ესეთი რაღაცა რომ ყრილობაზეო დიდი რომ მოვატო არ გამოვა ესე მე უთხარი მე ჩვენ რო ერთმანეთს დავარქვა და რა ხდება იცი ერთ ხარეს მე რატო ვამბობ მორევ ქართველიშვილს ანუ ოკუპაცია ედან იმართება ეს ხელისუფლება ხო მაგათ არ უნდა 40 კილომეტრში ჯარიგას გასაგებია ხო მაგრამ აი მაგალითად ახლა შეგეკითხები 100,000 ჯერ უფრო ჭკვიანი მინიმიზინე ივანიშვილია და მილიარდჯერ უფრო მდიდარი რომ მოვიდეს ტირანი არის მონური აზროვნების შედეგი ანუ ჩვენ ეს მანქუთური აზროვნება სულის კიბო უნდა დავარკვიოთ აი ამაშია ლაპარაკი რომ რა მოხდება კახეთში და რატომ მოხდება ესეთი რაღაცა ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ იცი? აი ზროხა დგას ბოდიში ამ შედარებისთვის არ მოდის და ჩვენ თუ სიმინდის ქუჩეს ვაჩვენებთ ყველა წამოვა. ანუ სწორად რაღაცას ვაკეთებთ ყველა წამოვა. აი როგორ უნდა მოხდეს ის ამ ფულის ნამოძრაობა და რანაირად მოხდება. ხულოში ვიყავით დღეს იანგარიშა ავტო რამდენი გვიჟდება ეს შეხვედრები და ფაქტობრივად ხულოში რო ჩავიდით ეს არის მუსლიმი ადამიანი აბაშიძე და ამ აბაშიძესთან შვილები არიან ქრისტიანები. და ეს არის სამოთხე, ხო? და მე ვილაპარაკე, როგორ განარჩება ჭიათურა და რა არასწორად უდგები ჩვენ ამ საკითხს და ვილაპარაკე, რომ ასლან აბაშიძე დაბრუნდეს. ახლა უკვე რა მოხდა? გამომეხმაურა ვიღაცა ამდენი ფული ჩამოვა, რა მე ვთხარი რა დაბრუნდეს პოლიტიკურ მოღვაწედ, კი არ უნდა, მაგრამ ეს თემა იმიტომ წამოვწიე, რომ აბაშიძებიდან გამომხმაურებოდა ვინმე. გამომეხმაურა მერა აბაშიძე. ყველა ეს ჩვენ ახლა არ მინდა ამ თემაზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ გლახო, ბერმა მაკუთხა და მითხრა ესეთი რაღაცა უფლის სასურველი კიბოიანები დავისება და სულის კიბოს კიბოიანები დამარცხებენ ანუ გოლნათელი და განათლებული სულ სხვადასხვა აი ამ ლახო როცა ცუდად გახდა მშობლებმა მიიყვანეს და უთხრეს უფალო შენ გვაჩუქე შენ გიბრუნებთო და ფეხში შვილი დადის ეს არის ბერი რომელსაც უკვე სახელი გვარი ყველაფერს გეუბნება შენზე მაგრამ ესე იგი ეროვნულები ამბობენ რომ ასეთი ბერები გახსნიან ჩვენ ხელშეკრულებას და ხელისუფლებიდანაც ისე საპატრიარქოდანაც მოუძლია ხალხი რამაც ჩაჩიბაია ეს არის უძლიერესი ადამიანი მე არ ინახე იმის პირად რაღაცაზე ვილაპარაკო მაგრამ ცხოვრება არ უხარო და სანამ ჩვენთან არ მოვიდა ყველა ჩვენთან მოდის ის ადამიანები რომელიც ბუნებიდან გულშეჭირებული არიან და შვებას მოუვებენ ერის იმაში ახლა ამ უსასრულო ფინანსურ შესაძლებლობებზე მინდა გელაპარაკოთ კონკრეტულად რა ხდება ჩვენს ირგვლივ როცა იქ ვიყავით ხულოში ფიცი დავდეთ რომ მთელი იმიგრაცია მაგრამ ჟუჟუნა აბაშიძე მიკითხა და რატო ეს აბაშიძები რატო ავირჩი გენეტიკურად ამერიკაში არ არსებობს პარლამენტში ინდიელი რატო მაგათ არა სახელმწიფოებრივი აზროვნება გენეტიკურად აბაშიძეები არის რომლებსაც ესე იგი ეს ყველაფერი მუსლიმური ცეცხლის ქართული ცეცხლი და მაგრამ შეткрыვა გული ძალიან ძლიერი თემა ამ თემაზე ხო თუმცა ეს საუკუნის უგანდელი ამბავი რო გავიხსენოთ ემენ აბაშიძე ეს იყო უძლიერესი პოლიტიკოსი რომელსაც ძალიან ბევრ საკითხებზე ძალიან ბევრ მიმართულებებზე მუსლიმი და ქართველი ქრისტიანული დაახლოვა კი აი ნახეთ ჩვენ აბაშიძის სახში რა ხდებოდა მეზობლები პედაგოგები შემოვიდნენ და მე ველაპარაკე იმათ აფექსიკოლოგიაზე ყველაფერზე და უთხარი რომ
აი ეს ენა არ არის არტო კომუნიკაციის საშუალება და აზროვნების საშუალება, ენა არის ადამიანთა გულის დაპყრობის საშუალება. ანუ ჩვენ ღვთიურად რო ვილაპარაკოთ, უნდა აღვადგინოთ არ ქურუმთა ენა ასპექტა წაკითხვისა და ადამიანებში ესე იგი მათი ფიქრების წაკითხვა და მათი დაახლოების, მაგრამ ჟუჟუნა აბაშიძე მიკითხა შემდგომ ყველაფერი რესურსთა ფიცის შემდეგ რატომ უნდა დავდომე და უშუალოდ 10 ევრო გადასარჩევ ვთქვა ჩვენ მაცხოვრები არ ვართ ჩვენ კი არ გვედგაზე ჩვენ ფულს ხარჯავთ მაგრამ თქვენი ეს ფონდი უნდა შეგდათ აი რასაც რამეს ლაპარაკობს ამ დარბაზებთან დაკავშირებით ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება და როგორ ვაკეთებ მაგიჯაურში ის გაკეთებას რომ ძალიან სუსტი ალგორითმით კოლხელი გამოვიდა ჩემთან და რაღაც ჭკვიანი რაღაცები უნდა რაღაც როხა გორი უნდა გაკეთო ჩამოყვა თალავან ჩაისვენ ყველა ჩაისვენ ნევრონულები ყველა ჩაისვენ დაიწყებენ აყმედიანების გვარში ემოციებას ემიგრანტების ამ ემიგრანტებიდან შექმნიან დარბაზს პრეზიდენტი დიმით და მე დაიწყება აყმედიანების გვარში გაფისნობიერება რატო აქ გვართა შეკრება ამაზე მუშაობს რუსლან საჯაია ამაზე მუშაობს ირაკლი დარგიზი ეს არის იმაში რომ რა თქვა იცი მე რუსთაველზე გამოვა და ფეს დაუბრა ნებისმიერს რომელიც ერთმანეთთან შორს მიაწყდა. წარმოგიდგენია და გულში 2 საათზე დამირეკა. მე რა ჩემი ცხოვრება გახდა ხალისიანობის გამო შენ გამოჩნდი ამაზეო. იმიტომ რომ შენ იცი რას ნიშნავს ეთნოგრაფიული მიმოთხარი. შენ წარმოადგენელი არ ხდება ჩვენთან ჯგუფში ეს არის ტიტანურად მოაზროვნე შალვას, კაჭარავას იმაში მამათა საერთო და დედათა საერთაშორისო პარლამენტის ამბულია სისხლის ყივილის აფეთქებაზე მიდის საქმე. რომ არის კითხა და რომ დამიჯერო ფინანსები როგორ ამოქმედება. ანუ ჟუჟეობენ აბაშიძე მიმის მერე როცა უთხარით რომ ჩვენ ეს პული არ მინდა მაცხოვრები არა ვარ ჩვენ სიმპტომ დადოთ რომ ესე იგი ეს ყრილობა შესდგეს და ამ ყრილობაზე რა უნდა მოხდეს რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ერთიანი საიტის შექმნაზე. ახლა უკვე ერთიანი საიტი როგორც კი იქნება ჩვენ უკვე რამაზ ჩაჩიბაია მუშაობს და ამ საიტის შექმნაში რაღაცა ფული როიდება ეს არ არის თავარი აქ მენეჯერი იწყებს მუშაობას და ეს მენეჯერი რა საკეთებს უკავშირდება ყველა საგამოვლენო კავშირებს აი აქ საიტი რო გვექნება ამ საიტს ხელფასის უნდა კონდეს პროგრამას მაგრამ ვისაც უკავშირდება იმას ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალება რომ საიტის კონდეს და მენეჯერი ყავდეს ანუ ჩვენთან აი ეს თავი რო არის ხო ხელი ემორჩილება სულგის ხერხემალი დაცულია ქსოვილში უჯრედებია უჯრედებში ატომია ანუ ყველაფერი როგორც სტალინი იყო იმ შემთხვევაში როგორც კარგი გარგები ღვთიურად ანუ ემოცია არის დამანგრეველი მაგრამ ის თუ ღვთიურია მაშინ ის ამაშენებდა ყველა ერთმანეთს უნდა ემორჩილებოდნენ აი ამ შემთხვევაში რა ხდება უყურეთ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე მე და თქვენ რომ დავისხოთ რაიმე ბიზნესი აუცილებლად კრაკი დამთავრდება. იმიტომ რომ არასამართლიური ქვეყანა მე თუ ავტოშევიკითხები ეს საერთაშორისო დონის ინდუსტრია რომ სადაც არ მუშაობს დაწერილი კანონი დაუწერელი თქო მუშაობს, მაგრამ სხვა რამეს თუ შევიკითხები რომ დღეს ნოტარიუსებში დაძმა ქონებრივად ედავება ერთმანეთს. სიძულვილი ოჯახშია შესული. აი აქ დიდ თემაზე გავალ და ახლა უყურე რა ხდება თემო. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმას რომ დონის პლატფორმა ვხდებით, ჩვენ კი არა ძალიან ძლიერები, ჩვენზე წინ მილიონს ვეძებ მილიონჯერ უკეთეს. აი ის ძლიერი დონები რო იქნება და ყველაფერს სწორად რო ამბობენ, აი აქ ამ შემთხვევაში უყურე რა ხდება. ამ არასამართლეულ ქვეყანაში ერთადერთი მოდელი რომელიც მუშაობს, ეს არის უნდა შექმნათ ინფორმაციული სივრცე, ინფორმაციის გაყიდვა. აი უყურე რა ხდება. ანუ ეს რუსი პროგრამისტები რო არიან შემოსული ფაქტობრივად ესენი შეცვლიან მე რუსეთს. ესენი გამოიქცნენ ომიდან, არ უნდათ ეს ომი, მაგრამ ჩვენი ქვეყნიდან საზღვარს თუ გადიან ეგრევე აქვთ ბოდიში და ეს დაიჭერენ მაგათ. ან სანქციების ქვეშ ხდებიან. ამათ პროგრამისტებს როცა შევეკითხეთ და 40-მდე პროგრამის თუ ამათ ჩვენი ქვეყანა ბინადრობის უფლებას მისცემს, მაშინ ანუ კი გიორგობიანმა თუ 500 ლარიანი ნომინალური აქცია იყიდა და 500 ლარის მეტი არ დაკარგვია, მაშინ ეს 5000 ლარი გახდება. როგორც კი ერთის ოპერატიული სტატისტიკური ფინანსური აგრეთ ხდება და რა მოხდება. იანდექსი დანალიტიკური ცენტრის უფროსის გადაცემაში თქვი, ანუ A-წერტილში დაბალია, B-წერტილში დაბალია, სულ მოძრაობს ტრანზაქციიდან ჯდება 9.3%. ანუ იდეის აქტიურად გადაქცევა არის სასწაული რაღაცა, ანუ ძალიან დიდი ფული წარმოიდგინეთ რომ ფული გვაქვს. აი ამ ფულით რა უნდა გავაკეთოს? არ ვიცი რა ხდება. ხო. ხედის ჩაწერა კომენტიც. ხო. მოკლედ პატარა. ხო. უბრალოდ მინდა გიჩვენოთ რომ ძალიან დიდი ფული დაждდება, მაგრამ ეს ფული რაში მოიხმარა ამას ეს მინდა გითხრათ. ხულოვა სენა, ერაბი, ფულში ვიყავით. პატარილებდი ძალიან არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივი ხალხი. ალალი ხალხი დიდი სტუმართ მასპინძლობა იციან. და რომ მოვიდი დავაკვირდი კერძო ნაკრეთში
რამდენიმე მიცვალებული იყო დასაფლავებული. ბოდიშით. კავშირი დაინტერესდა. რა იყო? ეს არის მამა, პაპა, პაპის მამა, პაპის როგორც კაცის მხრიდან, ისე დედის მხრიდან. დედაბოძე. და გამახსენდა უცბად შალოკაჭარავას პროექტი. ეს გენეალური პროექტი, რომელიც ამ მსგავს სიტუაციებს ხსნის თავისებურად და მაშინ მივხვდი და ვიკითხე კიდევაც რატომ ეს და მითხრეს რომ არც ერთი ადამიანი რომელიც დააპირებს ამის ყიდვას რომ გაიგებს რომ ეს მიცვალებულები ამ ბინას ეკუთვნის და ამ მისამართს ეკუთვნის არავინ არ ყიდულობს და უცბად გამიჩნდა აზრი რომ ეს ერთგვარი საქართველოს დაცვის მომენტის არის ტერიტორიები რო არ მამულები რო არ გაიყიდოს ხო? არაშობლივი პროექტია ახლა გაჭარავას და მივხვდი რომ ასან მქონდა ნანახი ანუ ისედან უკანახეს ასე რომ თქვა და ძალიან მომეწონა ეს აი ესეთი მიდგომა ერთი საუკუნის შემდეგ რა იქნება როგორ იქნება არავინ არ იცის მაგრამ ეს არის ერთგვარი ერთ-ერთი დაცვის საშუალება რომ ქართული მიწები არ გაიყიდოს არავისი არც ქრისტიანი ყიდის არც მუსლიმანი არც ისინი ჩინელები და არავინ არ იყიდისო მითხრეს ეს არის ისეთი საერთო აზრი ეს არის ისეთი დაუწერელი კანონი რომელიც დაიცავს მართლა იმ მიწას და იმ გარემოს მოდეში ბატონო მე როგორც მახსოვს შალოკაჭარავას პროექტი იყო შუაგულში მოყოფილი იყო ქრისტიანი და ეს შემდგომ დასახლება მოყოფილი იყო სხვადასხვა იყო ესეთი დასახლება ავჭალაში სადაც შუაგულში იყო სასაფლაო გაკეთებული და აქეთ იქ მოსახლეობა ცხოვრობდა დროთა განმავლობაში შემდგომ პატარა ვიყავ მახსოვდა ახლა იქ ბებიადება ცხოვრობდა ხო და რომ მიდიოდი ნახულობდი ხოლმე ხა შუაგულში როგორ იყო სასაფლაო ძველი სასაფლაო გაკეთებული და მომეწია შარშან იმ გზაზე გასვლა და ორი სასაფლაო გადაუსურებიათ სკვერი გაუკეთებიათ ეზოები გაუწევიათ და ბარბაროსობა ჩავხდებოდა სასაფლაო აღარას ლენინის ზეგი რო იდგა ზუგდიდში როცა ეს მოანგრიის ეს ზეგი ყველა სასაფლაოდან მოპარული ქვევი ბიჭო ეწერა იმათი სახელი და გვარი და საზისრობა იყო ეს ეხლა რა შეასაკნე შალოკაჭარავა ეს მსგავსი პროექტი სხვა პროექტებთან და დაწერა 40 წლის 40 წლის შემდეგ ახლა 40 წლი ეხლა არის რომ დავუშვათ თითოეულ პიროვნებას თითოეულ კომს უნდა ჰქონდეს პატარა ტბა რეალობა გვიჩვენებს ცოტა სხვას რომ მილიონი ტბა საქართველოში ვერ იქნება ხო ვერ იქნება საქართველოში ჯერჯერობით მთავარიანია და მეორეც ბარში დასახლებ და წყალიც არ არის იმდენი რომ დავუშვათ იქ ყოველთვის იკითხა ჩვენმა ერთმანეთს როგორ ავახსო ეს დაუშვათ მე გავაკეთო ეს და როგორ ავახსო და ეუბნებიან რომ კრანით ავსეო ხო მოდისო წყალი კრანით ავსებული ტბა ცოტა არ იყოს სანამ ავსებ ის კაპუჩდება ეს ხო არის ესეთი დოგმები მაგრამ ეს დოგმები აბსურდებიც არის მაგრამ ეს მთავარი სხვა რამეა შეიძლება ავსნა ეს დოგმები იმიტომ რომ მე დავიწყე მუსიკში ცუდომა და მე დამაგრია ფლიერად ანუ რაზეა ლაპარაკი რომ პირველი ადამიანი ხდება თავისი მიწის ხელმწიფე მედროშე ყველას აქვს დროშა ეს ხელმწიფე მედროშე სახელმწიფო აცხადებს მას ხელმწიფედ და ის უკვე მაისის დროს არ მოიპარავს როცა იქნება მაგრამ აქ მარტო სულის ნაცე არ არის ლაპარაკი ანუ გოგო რო დაიბადება მწრიულ სოფელში სადაც სასაფლაო არის მას სამზითვი ქვა იმზადდება უცებ მარმალეოსაგან სადაც ეს სამზითვი გათხოვების შემდეგ დედაბოჭი ხდება
აი ეს დედაბოზიდან მე ერის სხვა კუთხედი და მე იწყებს ესე იგი სულის ნატი მუშაობას. ანუ სულის ნატი ცოტა სხვანაირად ფესმი ჩვენ ეს სულის ნატი ვისი სული გსურს, ანუ სისხლის ყივილით ერთმანეთთან გადადის, დათელი ნატებთან გადადის და ეს რაღაცა, მაგრამ ხეთა ბაღი როგორ ხდება, იცის, ანუ ხეთა ბაღი და ჯუჯოხეთა ბაღი. ანუ ზე ისე უნდა ხდებოდეს ამ ხეებს, ზუსტად უნდა იყოს ხე განლაგებული როგორც არის წესი თუ არა ნაყოფი ხდება უშედეგო. აი ამიტომ ხეთა ბაღში ეს რასაც ნაბარაკოს ახალთან მეთაური, ფაქტიურად ის ტბა უნდა იყოს ზემოთ, ანუ კაპილარული სისტემით მოწყვა ხდება და აი აქ სცენარების რაღაცები, ანუ აქ ძალიან დიდ რაღაცაზეა ლაპარაკი, მაგრამ თავარი რა ხდება, იცი? ირაკლი გაგნიძე ახერხებს ეთნოგრაფიული სოფლიდან დამიწებულს, ესე იგი აქ სასწაულებს ახერხებს იყო იქ და კუტალაძე მარიცას მის უფლება, იმიტომ რომ ეს კუტალაძე არის სასწაულად, ესე იგი ერთგული ადამიანი და მე ვერ მოვიწვევდი და ირაკლი გაგნიძე მოიწვია რა მithმა, იცი? კაია ეს კალიო. ახლა გავწვიდე რატო არ მიეცი მეთქი და ქუჩაში ვიდექითო ვაგროვებითო ხელწერილებს და ზვიადის და გუნდე შეიძლება მომწეს, არის ძველი წენა. მაგრამ შემდგომ როცა ჩაწვდა ეს კანი თქვა, ენა ყოფილა ჩემი მოსაჭრელიო. აღარ დამინდა დაუბრუნდა ფულთან დაკავშირებით. ესე იგი ჩვენ რო ვიკრიბები და იხრო ყოლაბას გამ, ყველა მაღაზიაში დავდროთ ამ ყოლაბას. მოვიდა ავიდეს საფახელს რომ აგვიზარდოს. ყველა სოფელში, ყველა ქუჩაში და ფაქტიურად შუჟუნა ვაშიძე ახერხებს იმას რომ ერთ როგორც ციხეშია პრაგონს აკეთებს ეს კანი, იმიტომ რომ სასწაული ხალია ვაშიძის ხალია. ეუბნება ყველას. თქვენ ხარ ბარში, ემაში, იტალიაში, ბარში, ფლორენციაში ყველგან კოცონი დაერთეთ, ყველგან დაიწყეთ თვითონარი შეგუება. ახლა ეს თანხა რომ მოდის, მე რას ვახერხებ? აი რეალურად მე თვითონ ის შუამტელი როდესაც ვხედავ ოდის ვიხდი, შემდგომ რა ხდება, იცი? აი ჩვენ უბრალოდ რო ავიღოთ ვიღაცა სარეკლამო კომპანია და ვეუბნებით. შენ სტატიი გაქვს ყველაფერს ახერხებ, ჩვენ ჩავდეთ ამაში იმიგრანტები ყველა ფულს და ვიწყებ მუშაობას, ხო? და ტრანზაქციით მოდის ეს ფული და ეს არანორმალურად დიდი ფული იქნება, მაგრამ თავარი ეს არის, როგორ დავარღვევ მაკროფული აზროვნება. მე მეკითხები ახლა ეს არის გრიგოლ რამასო ბოლგაშვილი, ნუ რაღაცა, ხო, მოკლედ ამბების ვეუბნები ეს არის, რომელიც ხორობს იმით, რომ ხატებს აბალებს მაღაზიებში და ნუ არის როგორ არის რანაირად არის და ვეუბნები ჟუჟუნა ვაშიძეს ვეუბნები. აი ჩვენთან კაპიტალიზება დაინგრა ფაქტიურად. ზესტაპანცება დაინგრა დარჩა მუსლიმები და ისინი ვეუბნები მუსლიმ ოჯახებს რომ ჩვენ მარიამ ღვთისმშობლის ხატი ვაჩუქოთ პატრიარქის მიერ კურთხეული. ამბობს მისაღები იქნება. ანუ ამან რა თქვა მეთაურმა თქვა რომ კიო იქო თეატრია მაგალითად ავლაბარში სომხების. იქ მივიდა ნახავ ვინ არის ეს ხალხი, იმათ ვაჩუქებთ ამ სომხებს. მაგრამ მე შევეკითხები და აი სომხებს ვინყავთ გამოჩენილი ადამიანი ეს გაწიგნებია იმის ციფრით. თან როგორც ინტელექტუალურ საკუთრებას ამ შემოსულ ფულს ვაძლევთ და ამ წინს ახლა რაც ხდება 17 მაისს ქუთაისში ეს არის საშინელება არასწორი რაღაცა, ანუ შალვა კაჭაროვა წინ დაიბეჭდა და მადლობა რომ დაბეჭდეს და მადლობა რომ მე ამას ვკითხულობ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაყიდვის ობიექტი. ანუ შალვა კაჭაროვას მიწათეს აღმოაჩნდა ტიტანურად მოაზროვნე, რომელიც უკვე ესე იგი ვიღაცა ვლაპარაკობს შალვას იმის ვაჟას სულია იმაში. მე შეკითხვა დავსვიო და იმნაირი სიჩუმე არისო რომ ვერავინ ვერ პასუხობს. რატო არ პასუხობთ, იცი? აქ უკვე შეიძლება რომ ტიტანურად მოაზროვნე ადამიანი εμას უპასუხებს და უპასუხებს იგივე დონის ადამიანი თვითონ და ამ კონტრასტში ჩვენ ნახავთ რომ ეს ადამიანია ნაპოლეონი, რომელიც ფიქრობს რომ გადამრჩენია ქვეყნის. ანუ ჩვენ უნდა დავახარისხოთ ეს ადამიანები ისეთად რომ ნაპოლეონი რო არის არ უნდა წავართოთ ნაპოლეონად რომ საგიჟეში იქნება და საწვევი, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღეთ ლოგიკას, ანუ მეცნიერება და სარწმუნოება სადაც იკვეთება იმას უნდა მივიღეთ. ახლა ამ ფულთან მიმართებაში თავარი რა არის, იცი რომ ყველა საქართველოს მოაზროვნე დაგვიდგეს და კავკასიის მოაზროვნე დაგვიდგეს. კავკასია არის ერთიანი. აი ამ ძალიან ძლიერ რაღაცას ვიტყვი. დღეს ბევრი ერთიანდება ისეთი და არ არის გამორიცხული და არ გამოვიწყავ თემო რომ ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელიც შიშის გამო არიან შეკრებილი, იმის გამო ძალიან დიდი დანაშაული აქვს პრეზიდენტის ოჯახის ირგვლივ. ძალიან რთულ განცხადებას ვაყენებ, მე მივხვდი ამაში, როცა ჩავიხედე, რომ ფაქტიურად გორა მაკაცარიაშვილი ერი და ბერი უნდა შევიკრა. ეს ადამიანი არის, რომელიც არის ფაქტიურად ერის სიდისი და ნამუსი და ამ ადამიანმა განაცხადა რა განცხადება გააკეთა, იცი? ეს არის ფაქტიურად კიბერნეტიკოსი და თქვა, გავიგეო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ერთიანი საიტი გაკეთდეს.
ამ საიტის ირგვლივ მენეჯერი რო იწყებს მუშაობას, ჩვენ დაგვიდგება ის ადამიანები, რომელსაც დაუშვათ 100,000 ნახვა ყავს ემიგრაციაში. და ყველა ესენი შედის დირექტორატში და ჩვენ ვაფუძნებთ ემორ ეროვნული გადარჩენის ემიგრანტთა დაბრუნების ფონდს. და ეს ფონდი უკვე იწყებს იმაზე მუშაობას, რომ ერთიანი ინტერნეტ ტელევიზია შეიქმნას. ამას სათავეში უდგას გია ტროგონიძე. გია ტროგონიძე, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სოლის დედაშვილი. არაფრის დიდებით ის არ წარმოუარო კობახიძების წინამდე. პირდაპირ მითხრა, დაშორ ირაკლისთან მე ვთქვი, მე კი დუდამსვა, მე არავინ არა ვარ. მტვერი არა ვარ ლევან სოდრიასი, მტვერი. ეს არის იმდენად ტიტანურად მოაზრული და ერთი სურვილი აქვს, რომ ავტო დაждდეს მასთან და ავტო ჯერჯერობით ამას თავს არიდებს, იმიტომ რომ ვერ ხედავს იმას ჯერჯერობით იმ რაღაცებს შიგნით, აი თვითონაც გეტყობა, რომ ეს ვერ ხედავს, მაგრამ თუ ირაკლი გაგმიზე და შეტრიალებიან, გულნიჟო 2 საათზე და ამერიკა ღამე. რა გინდა მეთქი, ვერ ასე პოსტები და ვიხარია რომ გაგიცანი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ნახავ, ანუ რომ მოხდა ის რაც ავთო ლაპარაკობს, რომ ამ 200 სპერმატოზოიდიდან მიზანი გაიქცა. ძალიან დიდი ტესტი გავაკეთე. ახლა შენ წარმოიდგინე, ეს ცოტა გასაკეთებელი იყო, რომ კახეთში მეუბნება ეს გაგიზე ჩვენთან გავაკეთოთ, არა, იქნება მომენტი სერიოზული ადამიანები, რომელიც სუფრა გაკეთდება და დაისვენ უნდა და ყველაფერი, მაგრამ ეს სუფრები მოედება თელ საქართველოს. თელ ქუჩას, ყველგან წავა და ვიყვირებთ, რომ გააკეთეთ სუფრები, დაიწყეთ ერთლანიანი რაღაცების შეგროვება. ანუ ეს ფინანსები რო გაჩნდება, ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით არც ივანიშვილის ფულზე. ველაპარაკებ და გითხრა ეს ადამალავ ამას. ბონდო ქუთაძეს, საბრაგეთში, გუში. ეს იყო გაზეთ შანსის რედაქტორი. ანუ სატირა უნდა ამოქმედეს, როგორც ნიაგი იყო და თუ ამას ახლა ქართული ტელე და ისინი ჩაუდგებიან, ეს სწავლის თემა იქნება. უყურე რა ხდება ამ სატირაში იტყვის. შენ გახარებული შვილო 10,000 ლარი რო გაგზდა, მე 300 ლარს რომ მაძლევ. აი ეს აფთიაქებში რო 700%-იანი ფასნამატია და საგმიდის ეს ფული, ამდენ ტენდერებში ფულს რო ხარჯავ, მაშინ ვერავინ ვერ იტყვის თემურ, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან თარამშრომლობთ. მაგრამ რასაც ავთო ლაპარაკობს თელი გზა, ამას გაგმიზე ლაპარაკობს, რომ სიზურვილ სცენა დავამთავროთ, ხელისუფლებასთან ვიყოთ კონსტრუქციულ ოპოზიციაში. ახლა რატომ მეორე მხარეზე რატომ ლაპარაკობ, გიორგიძე და ისინი ძალიან შეშანსწორი ადამიანები არიან. გურამ ქართველიშვილი უნდა იყოს ხისტი პოზიცია მაგათი საჭირო, იმიტომ რომ რუსეთთან შენო მაშინ მორჩი ლაპარაკს, როცა ბოლო ჯვარი ჩალპებაო. ახლა რა ხდება? იყო ვარშავის ხელშეკრულება, იყო საბჭოთა კავშირი, იყო ესე იგი ყველაფერი მოიხდა და როგორც კი საქართველოში ჩვენ უყავდა ზოგი დუმ ეპოქას დავამარცხებ, როგორც კი საქართველოში უმცირესობის უმრავლესობის გოგის დავამარცხებ, ფაქტიურად უთიციხე გამოდის ახალი იერუსალიმი, ეს არის ებრაელების გადარჩენა. ანუ წინა პლანზე წარმოიდგინე გერმანია და რუსეთი ერთიანდება, რომელიც ებრაელებისგან არ იმართება, მაგრამ ევას ცნობიერების მაგივრად მოდის ლაზარის ცნობიერება. ანუ ეს ქალები ხედავენ, რომ ჩვენ გავხდით მაგათი ღმერთის შვილები გავხდით. როგორც კი ესენი ჩვენსგან შემოუბრუნდებიან, ამ ქალებმა თქვენ ჟუჟუნა თქვა, თქვენ რასაც იტყვით, ჩვენ იმას გავაკეთებთ. ანუ ყველა გადაზიარებას გააკეთებთ. მე ჩემი მანქანის გაკეთება დავდები სპეციალურად. და ყველა რაღაცებს წერდა და მეუთხარი, ხო ვიცით, რომ რაღაც სუდი ავტომობილი მომჭირდა და თქვენ ჩემს ავტომობილზე წინ რაღაცას რატო დავდები მის მანქანას საერთოდ არ მაინტერესებს გაიგედება თუ არა. ანუ გადაზიარებას 100%-ით რომ მივაღწევთ, რომ ერთი მთლიანი ორგანიზმი გავხდეთ. ახლა რას ვაკეთებ მე? თემო და აი თუ როგორ მესმის მე თქვენი აი ეს იდეების შეხედულებები და ასე შემდეგ. არსებობენ სარეველა მცენარეები, ხო? და არსებობენ კულტურული და რუსინი და ასე შემდეგ. სარეველას უჭერით, იმიტომ რომ კულტურული გაიზარდოს, რა? მოსავალი მივიღო. მაგრამ არსებობენ ხალხები, რომლებიც კულტურის მოჭრიან და სარეველას ტოვებენ, მაგალითად ბაბუაძვერას, ხო? ბაბუაძვერას მნიშვნელობა თუ არის, მოჭრი რა თქმა უნდა გადაღება, თუ მისი მნიშვნელობა, რომ ის 90 დავადებას შველის და მკურნალოს და გეხმარება რაღაც პროცესში, ხო? იმას დატოვებდა ცალკე გააკეთე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რომელსაც მე უსმენ, რა თქმა უნდა არაორდინარულია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მისი მოვლენებას ხალხის საკეთილდღეოდ. ასე რომ ის მიგნებები, რომელიც შენ გაქვს ბატონო მერაბ, დასაფასებელია, რა თქმა უნდა, გასაღებელია, გასავითარებელია და პრაქტიკაში მოყვანა ჭირდება ამას ყველაფერს. აი ეს
თქვენი მიდგომები, ჩვენი მიდგომები ხომ ყოველთვის ნაყოფს გამოიღებს, თუ კი იქნება ერთი მიმართულება, ერთი გაგება და სწორხაზოვანი მოძრაობა. სტანდარტულად საკითხი ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა დრო. ახლა ამ არჩევნების პირობებში თუ არ მოხდა ცუნამური აფეთქება და ამ ეროვნული მუხტის ეროვნულ ჯერში მოქცევა და რასაც ერთ წელში გაფეთქები ვახერხებ და 10,000 კაცი შემოვა მათ შორის ჩეჩნეთიდან და ყველგან მოსული და სახალხო გვარებიდან იქნება ეროვნული ზეიმი და გაცხადება რომ ეროვნული მუხტის აფეთქებას მე ვინასწრებს ზუგდიდში და თელი კონტრაზვეტკა და თელი ყველა ჩართულია იმაში რომ კახელები ჩამოვიდნენ დახდებიან ხელისუფლებას დახდება და ამ პეტრიცის წერტმეტომერ ჩემსახში და იქ ეროვნული თამადა იწება და იწება სასაფლაოები და სასაფლაოებში კეთილი ნობენ და შვილამდე შეხედონ მაგრამ აქ სხვა რაღაცა ჩვენ თუ ეს დავაგვიანებ და ეს სპორტი და სესიზობის ვიღაცების ჩვენებს ჩვენ დავუგვივართ ანუ რატო შეიძლება ეს მოხდეს აი მე დამეთანხმებით ორივე რომ მე ახლა რასაც ვაპარაკობ ამ სურათს ხატა. ამ სურათს ახლა ხედავენ ისინი, ვისაც ესე შემოქმედებით რო აზროვნებენ, მაგრამ ახლა თავარი რა ხდება, იცი? ხელისუფლებას არასოდეს არ უნდა თავის პრივილეგიების დაკარგვა. და ჩვენ აქეთა ძალა, რასაც ახლა თუ ვაპარაკობს, ეს არის რომ აი ეს ხალხი გავაერთიანოთ სიზურვილზე აგებით კი არა, aber გავაერთიანოთ რომელიც ესე იგი ამ სიზურვილს საერთოდ უარყოფს. და ომიდან მშვიდობა რაზეა თემურაგებული რომ ბოლო წერტილში ადამიანი ხთალი აქეთ რომ უნდა მოყვან იქით კლავს და მე ეს მამაცი ხდება და ეს ხდება ქართული მიხელებულია ქართულს უკვე სიზურვილის ადამიანად გადააქცევენ ან ქართულობა უნდა დაკარგოს და ეს არის ქართულობა არის სიყვარული და ეს ქართული ყველა ერთად რომ გაერთიანდება ერთად რომ დავდგები შესაძლოა შანსი არ უჩნდება რომ ძალიან დიდი სურვილი გამოჩნდება რომ რეფორმები და დაიწყოს ესე იგი რა მოხდება იცი ოჯახში შვილი არ შეუშვეს ახლა ლაპარაკია მიშა ახონია რომელიც არის ნუ წარმოიდგინეთ ახლა არც ხვდები მე მის თქმის რომ 3-4 წლის რომ ვიყავი ბოდიში და იმას ეს დედამისი მე მივიდა როგორც ბავშვია და ესე გავიზარდეთ ამასთან და მე რა ვილაპარაკობს მე ვარ იდეური სააკაშვილის მომხრე და შენ თუ მე დამიპირისპირდები ხოცი გახდები და რას აკეთებ მეთქი და მე ეს რო საკითხი დავსვი ირაკლი გაგიზებ თქვა რომ ნარაკ შოვა შენი ძმა ხოცი იქნება თუ რაღაცა შენ ხარ იმის რეკომენდატორი ოღონდ რევანშისტი რო არის ხოცი საშინელებაა მაგრამ არ გამოურიცხავ რომ რევაზე ესე იგი იმან მოახერხოს ის რომ იპოვოს ის ხალხი იმ სააკაშვილების ხალხში რომლებიც იტყვიან რომ რიჩიგიზია შენ დაგვეხმარო და ირაკლი გაგიზებ პირდაპირ თქვა ჩვენ ეროვნულები ამას შევძლებთ აკეთებას რომ სააკაშვილს არ შეეხმარო და გადაიყვანო როგორც პრეზიდენტი და მე ეროვნული ხელისუფლება რომ მე ვიხედავ და ახლა რა ტვინის ასაფეთქებელი საქმეა მადლიერები რჩებიან ეს ორი მხარე რომელიც დაპირისპირებულია ეს ორი მხარე უკვე ლაპარაკობს ძლიერ რაღაცაზე ანუ ეს სააკაშვილის მომხრეები რო არიან ხოცები დაუშვათ ნაცებს რასვე ეძახიან ბოდიში ის ხალხი რატომ მოხდა იცი როცა მათი კვლევები მუშევარი დარჩნენ და ეს არის ისტორიკას რა მნიშვნელობა აქვს ეს ხომ არა ნუ აი ესეც ვერ ვიტყვი რომ ისტორი არის იმიტომ რომ სხვა ქვეყნიდან მართული ძალა ეს და რაღაც ვერ ვიტყვი მაგრამ ისინი უკვე ხედავენ რომ ეს აი ეს ზარნაცი აკეთებს რომ შენ ბანკის მემამული ხდები მეორე აკეთებს რომ აგროქსელის მემამული ხდები ართიანის რა მივყვეთ ახლა რაც დღეს დღევანდელ პირობებში ეს ქართული არის ხო ის ქართული არის ზუსტად იგივე როგორც ქართულიდან მიპატრონი ამ შემთხვევაში ისინი არ წავედნენ იმის რაღაცას ახლა რას ახერხებს ეს პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს რომ პუნქტი შევქნათ მომხრები ვიყავით და მე მოდი ყველა ფულს ვიშოვი და ერთი ორგანიზმი გავხსნა სადაა ქართული სადა ადამიანების ინტერესის გადაკვეთა ისე სწორი უნდა მოიყვანო და იქნებ სწორიდან მართული გავხდეთ არ გამოვა მაგრამ ეროვნულებში უძლიათ ძლიერი რაღაცა გააკეთო ახლა მე ამას რომ ლაპარაკობ მე ამას სასწაულს ხედავ ამ ხალხში რამხელა ძლიერი სულისკვეთება აქვს ანუ რა ხდება იცი გურამიშვილი საჭიროა იმიტომ რომ რაღაც გარკვეული თავზე აუცილებლად განდისებურად ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადება იქნება მაგრამ ის დაეკნობიან აი რასაც დამარჩენია ლაპარაკობ მე გული მივხვდება ხარ მიზერულ ლაპარაკობ დღე რაღაცა არის ოჯახში ისეთი პრობლემა რომელიც შენთან არის სხვასთან არის რომ არაფერი არ უხარო და მე შევეკითხე რამე როცები დილით რო დგები რამე გიხარია მეთქი დღეს შენთან ურთიერთობა უხარია დღეს დადო საიძე მე უკვე გერასიმესთან მივიდე და უთხრა მე რა ვიცი ხომიესი შეკურთხევაო კიო გახსოვსო კიო რამა იმან
ჭაკურია ხომისაო და ვერავისაგან ზარმაგლად მიდისოდა როცა ელაპარაკა საჯიმალო ეს არის მეუღლე გერასიმე სასწაული სუდიში და სასწაული ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი მე მერავი მახსოვსო თელი შანაომ დამირეკა ბესტელერი გახდა იმასო თქვენ იმას კითხულობთო იქაც სიყვარულია ყველგან სიყვარულია და ჩვენ სიყვარული გავანგრევთ ემურ იმას რომ ჩვენ სიზმრით დავანგრევთ სიყვარული ქართველობა არის სიყვარული ახლა როგორ შემიძლია მე თქვენთან ვილაპარაკო რამეში მოგატყუოთ მე ვლაპარაკობ რომ ის რომ ჩვენ ერთიანი საიტი გვექნება ავტო და ერთი დღე დობის პლატფორმა ხდები და ეს არის გურამ მაკაცარია და ვიღაცა რომ მეუბნება მართლაც რომ თქვენ დებილები ხო არა ხარ კაცო ჩემი სახელი არ ახსენოთ ვახსენოთ გურამ მაკაცარია რომელიცაც 200-300 მომხრე ყავს და ახლა გეკითხები თქვენ ეს დაჟანგული რომელი მატარებლებია როგორც კი დაიზრება ამაში ყველა ამოხდება ის ვისაც ვიადის სიკვდილში არ მიუწვის ბრალ აი სხვები რო დარჩენიან ეს უნდა გადავხტაროთ ეს უნდა საერთოდ არ ვახსენოთ ამ უნდა დავადოთ აქტებას და საერთოდ უნდა ვაპატიოთ ღმერთმა აპატიოს მე შვილი მოუკვდება ამის გამო არავის არ მინდა რომ შვილი მოუკვდეს მე რომ სოფომ რამე დამიშავო ჩემთან ბაბუჩემ ასე მიდღეწელა ჩემი შვილი ბევრი არასწავლო ის ოჯახი არ დაწვასო სესიძობი ჩვენ ძალიან ცუდი რაღაცა გავაკეთეთ აფხაზეთში და ძალიან ცუდი რაღაცა ჩვენ სწორად უნდა ვიაზროთ ეს ჩვენი ქალბატონები რომლებიც შვილთან დედას რო შეხედავთ მაშინ მათ მაგრად გაუჭირდებათ აფხაზეთში სასაფლაოში შესვლა და ოსეთში გაუჭირდება ამიტომ ეს არის ვერხვიდან მოხვედა ეს თითქოს ეხება კავკასიას ეს არის ჩვენი მთელი ისა ამიტომ მთელ კავკასიას გავაერთიანებთ ძალიან ძლიერ მუხს ავაფეთქებთ და მთავარია ეს მუხტი ცუნამურად ეროვნულ ჯერში მოვაქციოთ რომ თემური 100% დამეთანხმებით და ორივე თუ ეს მუხტი თავისთავად აფეთქდება და ამას გარედან მართული ძალები რო ჩაერთვა ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ აი დღეს გადარჩენა არის ირაკლი არგიზეში გადარჩენა არის იმაში რევას თოდრიაში გადარჩენა არის ლილუაშვილში მაგრამ გადარჩენა არის თქვენთან ავთანდილ ველთაობთან იმიტომ რომ ამის ირგვლივ უდიდესი ძალები ერთიანდება ახლა გეკითხებით პირდაპირ ავთანდილ ველთაურმა დადო ასეთი პოსტი ჩინოვნიკებს უჭირს შესწავლების აღიარება ტიტანურად დაწერილი ლაიქები ნახოთ ყველა ის ქალები არიან რომლებიც ჩვენს გვერდით არიან პარტიულად ავთანდილ ველთაური ხდება მორალური ავტორიტეტი რომელიც პარტიულად ამხელა დიდ ძალას მართავს რატომ იმიტომ რომ მურალოა როგორც დვეკაპეიკი რა სხვაობა არის მათხოვარსა და ღარიბ შორის მათხოვარი არის სულით უღალიბესი რომელიც პატივი არ უნდა ცე და ყველა ვინც ივანიშვილის გვერდით არიან 80% მათხოვრები არიან და ჩვენ ივანიშვილს არასდროს არ დავუდგებით მოწინააღმდეგე არავის არ შემთხვევაში იმიტომ რომ 40 კილომეტრში დგას ეს ჯარი და ფაქტიურად გააკეთა რომ ეს ჯარი არ შემოიყვანა არც სააკაშვილის მომხრეების მიმართ ვიქნები ჩვენ რაღაცები არავინ არ ვიცით ესე იგი ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის რომ ესეთი რაღაცა მოხდა ავთო ყველაზე ბრალი არის ჩვენი ბრალიც არის ხო ამიტომ მოდი შემაჯამადესო თემაზე უსაუბარი და როგორც უზანა ბატონო მერაბი ბევრისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაგრამ ჩვენ ქართველებს ყავდა ერთ-ერთი გამოჩენილი ექიმი ბატონი ავლე ზურაბაშვილი რომ შევიდნენ და ერთ-ერთი პაციენტი იყო და დრომოა ტელეფონით სულაც გადაიღებენ და ფილმსად იქნება შეგვიძლია ერთი ხავს ერთი გასა ო წაიყვანე მე მეცხრეში ბალადაში დააწოლეთ და პირი არ იქნება და ეხლა აულისაც ვერ მოვიდა და აზრთ დღეს არის ისეთი ტექნოლოგია საერთოდ პირდაპირ საჭირო და პირდაპირ ხდება იმიტომ რომ ეს ხალხი უკვე წინასწარ ხედავენ თქვა რაღაც მოსვლა და მოსვით ასე წინასწარ მეტყველია თუ წინასწარ ხედავს ის რაღაცას რასაც ჩვენებრივი ადამიანი მარტი რაღაცას გეტყვი ახლა უყურე ბალაბურაძე და ესენი შემოვიდნენ ჩემთან ვახტანგ ზაკუა თოდრია იყო ჩართული 300 ადამიანი ვიდა რომ ერთნაირი რამდენი გაიყიდება მეთქი ამ სამაში და თოდრია მორასოკვე კაი ბუჩე თამას ბუთხუზი რა საკეთებს რომ აი ამ ხმის აუდიტორიას მაგრამ ეს ჩვენ რასაც ვაპარაკობთ ეს არის ქართული სასწავლი რომელიც უფრო დიდი პლატფორმა ექნება ვინმე Facebook-ი და ყველა ერთად აღებულა წამის 1 მილიონი შეიძლება 300 ადამიანს რაზეა ლაპარაკი რატომ უნდა ვიცოდე ჩვენ ერთმანეთს უნდა შევავსო ასე არ არის რატო არ მიჭირები და ამ სივრცეში ერთმანეთს ვავსებთ ახლა რა შეეხება ამ იმას დო რე მი ფა სოლ ლა სი ლაპარაკობს ლაზარე რომელმაც ამ მეცნიერებასთან არაფერი შეხება არ აქვს მაგრამ ნახე ბიჭო რას ლაპარაკობს ეს სინათლე რო არ არის ის ხალხი
სურათებს ამ დოლში იმის გემოს ამას ნიორის და გემოებით იმასწორებდნენ ამას და ხდება ეს ერეკლი შონია სახში ზის ბიზამისი და იქიდან ეუბნება ეს გასწოლის გასწერო გაგიჟდა ეს საწყალი ერეკლი და მე რომ დავიწყო შემოწმება მე დაემართა მოკვდა და იან თქვა ჩვენი ბაბუის დედას ვენაცვალე შონიების დედასა და უთხარი მარტივი რაღაც ამას დაუწყნარდა ეს სახე ყველაფერი ჩემზე ესე ამბობდა გიჟიაო და ერთადიანი გიჟი თქვა თვითონ ხარბერელი რა ხდება ერთი ბაბუიდან მოიღო გამისტორდებიო, დამეწერიო, გამისტორდები და გამისტრებო. ანუ რაღაცა მათქვევინა იმძალავდა მე პასუხად გამოვთხარი იცი ყველა ქვეყანაზე მოფიქრები ერთად შევიკვირდებით საქართველოში. საქართველო არის უფლისციხე არის ახალი იერუსალიმი, სადაც ევას ცნობიერების მაგივრად მოდის ლაზარის ცნობიერება და ებრაელებში დედა რო არის ოჯახის უფროსი. აბა შემიგიქნები ერთ მიმას ხალხასგან რატომ არ არის ქალები მღვდელები ეკლესიაში. აბა თუ იცი ამის პასუხი ავტომატში მესოდა ვაში ქალების იმაში ერთა ფსიქოლოგია. არა, გეტყვი. ასარება მოჩავარე საშიარიდები. ყველა რეზოლუცია ცოდნა. არის იმას ხალებს. კიდე ხო ვიცი ბევრი სათქმელი დაფშა. ბევრი სათქმელი დაფშა და დროს გავალაწილოთ ასე. ხო და მას მე ერთი ორივეს მიმართ. რომ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ სხვა პარტიების მოვიზიოთ თითო-თითოდ, აი როგორც ამას აკეთებს ყველასხელია, ანუ ყველას აზრებს გას, მე ყველას ტექნიკას აგვირდება და მე ყველას კოლექტიურ რასწავლებას ასწავლის. აი ძალიან ძლიერი ლიდერია, იგივე გავაკეთოთ პატარა ტელევიზიები და მოვიწვიოთ დიატოგონიზე და დავიწყოთ დიდი ინტერნეტ ტელევიზიის ფორმირება. ემიგრანტები ჩადებენ ამას მუსიკით, რომ აქციას იყიდიან. და ახლა ნახეთ რომ შიგნით ეს სატირული ჟურნალი რონდო კუდაძე უნდა თხოვოთ ამ ადამიანს რომ ეს სატირული ჟურნალს მერე ეროვნულები იტყვიან იმას რომ არაფორმალურ მართლობას შექმნიან. ამას რომ წაართვით ფული სააკაშვილის ის ხალხი რომ მოვიდა იმან რომ წაართვა ფული რატო არ მომუნებ თქვენ და აქ გაშიშვდება ყველა ნებისმიერი რომელიც არასწორად აკეთება. მე ბატონო მე გახსენს მაგაზე პასუხს აქ ორი პარტია ვართ ახლა ერთში ერთ-ერთი გადაცემა მიყავს მამული ენასაგზნობა პარტიას გიორგი ილუაშვილი საქართველოს თავმჯდომარეს რამოდენიმეჯერ იყო ჩვენთან ჩაწერაზე ზვიადის გზა რომ ეს პარტიას ძალიან დიდი პარტია არის ძლეველი ძალიან სერიოზული ბიჭია ლაშალომიზე სამჯერ იყო აქ ჩვენთან მოსული ჩაწერაზე და ქონდა საუბარას რომ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველა პარტიებთან ყველასთან ვიწვევთ გიორგი ილუაშვილი ეს არის ფენომენი და გიორგისთან ჩვენ გაიურთიერთობა გვაქვს და ასე ყველა მოდის აქ ჩვენთან და ყველას ვაძლევთ დროს რომ თავისი აზრი, თავისი შეხედულებები წარმოაჩინოს, ქონდეს საუბარი და მომძებნო ჩეხების საერთაშორისო ხომ ესე? კი ბატონო, ჩვენ მაგინჯაუში რო ჩავალთ ეს პარტიები კონფერენციას რო გავაკეთებ, მithქვით რატო ვაკეთებ მაგინჯაუში ეროვნულ გუნდს? აი იქ მოხდება ყველა ნორმალური პარტია ანტაგონიზმი არ არსებობს. უბრალოდ დალაპარაკება გვინდა და შეთანხმება გვინდა, კოორდინაცია გვინდა. მეტი არაფერი. თავი არის პარტია იყოს ორიენტირებული ქართული მართულებით, ჩვენი მართულება არის არც ერთი პარტია, რომელიც ფინანსდება საზღვარგარეთიდან, სწორედ ის პარტიები არ უნდა იყოს ჩვენგანაც. ნუ აქ არის ეს პრინციპი, როცა საზღვარგარეთიდან ფულს უხდიან, ეს ქართული საქმეს არ გააკეთებს. აი, ურამ აკაზარია რა თქვა. გააჟღერა ეს რომ საქართველოს გამარჯვების პლატფორმა ზეპარტიულია, ამისებრივ ერთიანდებით ეს პარტიული თქვა რომ მე მხარს უჭერ ერთიანი საიტის შექმნას და მხარს უჭერ ეროვნული გადარჩენის ემიგრანტ და დაბრუნების ფონდის ისა. მაისაშვილი ამის ხელმძღვანელია, ყველა მიმართულებას უნდა ყავდეს ლომები. სრული ამ სიტუაციებში მე მიმართავ აქედან თემურა შაშიაშვილს რომ არ არის სწორი ხელისუფლებასთან დაპირისპირების პოლიტიკა. მიმართავ აქედან პირდაპირ ვაღებ დღეს ვაშიშვანის დაურეკე და უთხარი შევხვდეთო ეროვნულებმა თქვენს პირდაპირ აღიარეს რომ თემურა შაშიაშვილს იყო ისეთი მომენტი რომ ჩვენ ხები დავიცავთ თუ ის დადგება სწორ პოლიტიკაზე და დაანებებთ ხელისუფლების წინამდე წასვლას. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ გურამ ქართველიშვილი ერთი არანაირი შედეგი არ დადგება ეს. არ დადგება, იმიტომ სწორი პოლიტიკა იყო. ჩვენ ორივე მეცნიერთა კონგრესის წევრები ვიყავით, ძალიან დიდი შრომა ჩადო, მაგრამ ორივე გამოვიდი და დისტანცირდით, იმიტომ რომ მიხეილ ჯიბუტი არ დადგება, ბესიკლაგვილავა არ დადგება, იქ სადაც ხელისუფლებაზე მიდის წინამდებობა და სადაც სწორი ალგორითმი არ მუშაობს. ანუ ალგორითმი უნდა იყოს სწორი. ერთიდან მილიონიდან მილიონიდან ერთამდე მიზეს შეიძლება კავშირი. თუ
თუ არა არ იმუშავებს, მოკლედ მირჩევი ну თავისთავად შევაჯამოთ რატომ ძალიან საინტერესო თემებზე შევეხეთ ჩვენ გვაქვს ქართული შულთან, შაშა შულთანაც და შაშა ყველასთან ну არის რაღაც შეხების წერტილები მოდი ჩვენ შეხების წერტილებზე ვისაუბროთ რა შეიძლება და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ დაპირისპირება ყველაზე ადვილია ბევრჯერ გითხრია ბატონო რომ ოპოზიციაში ყოფნა ყველაზე ადვილია ყველაფერზე შეიძლება მოძებნო რომ კაც ასოზე არაფერზეა აი წარმოგიდგენია ჩემ თვალწინ რა მოხდა პირდაპირ დარიგა ერთმა ადამიანმა რა თქვა რომ ეს თემურიო ეს ხუთის მომხრე იყო და მე მაგასო არ ვაპატიებდა რაღაცაო და აფეთქდა ეს ირაკლი გაგიძე და თქვა ის მერაბის მაკაცია და ეს შენთვის საკმარისი არ არისო ბიჭო სულ ერთთვის ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან მორჩა ლაპარაკიო შეხვა არ მოიხო და მთელი ეროვნულები დამოდგები თემურისო ის სუდი კაცი არ არისო მე იცი როგორ გამიხარდა ეს ასწავლა დღეს ჯულია ბობოხიძეს დაურეკე არ მიპასუხა თემური მე ვთქარი ჯულია ამ ხალხს ესე იგი ფაქტურად შენ იცი ეს ყველაფერი თემები ჟუჟუნა პოლადიშვილთან დაკავშირებით ესენი იმან ვერ შეძლო იმის გაკეთება ლუარა ნიჟარაძემ რასაც ახერხებს ჟუჟუნა აბაშიძე იმიტომ რომ ეს არის ძალიან სახელმწიფოდ მასწავლე ტიტანურად მოსული ადამიანები ვიკმაროთ საინტერესო შეხვედრა იყო საინტერესო საუბარი იყო ფიქრობ მომავალში უკეთ განვავითარებთ ამ თემას რამე თუ მოდის არჩევნები რამე თუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისა თუ ვის მივცემთ ხომას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ დღეს ისეთი საერთაშორისო ურთიერთობები მიდის ისეთი დაზაბული სიტუაცია მიდის რომ ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვება საქართველოსთვის და ქართული ხალხის მხრიდან ეს იქნება დამღუპველი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოვალ შეხვედრაზე. ერთი მინდა დავამატო რომ საქმესაც მოვიძიებთ რაღაცნაირად გავუშვით ჟურნალისტი და ჩაიწერეთ ლევას თოდრია. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერში გამოიწვიოს რაღაცა სასწაული, იმიტომ რომ ტიტანურს უნდა სოფლოს სამასწავლო დავალებო. ამ შალვა კაჭარავას მოსვლევაში ეს ადამიანი გამოჩნდა, რომ ვერავინ ვერ იყო ის, რასაც ეს მოულობს. ანუ თავში დადგა როგორც ესე იგი დავით აღმაშენებლის ისა ჭონდიდელი და თქვა რომ მოსული სიტყვა იყოს მერე ვიყო ჩვენ დანარჩენები და ქართულ ძალთა გაერთიანება დაიწყო და ახლა ქმნის პლატფორმას, სადაც ფაქტიურად ამ ტიტანურად მოაზროვნებს აგროვებს და მე მათავისუფლებს იმისგან რომ მე ვეუბნები რა არის გასაკეთებელი ეროვნული ბანკიდან გინდა აგერ ყველა მოგიყვან სპეციალისტებს ყველას და გამოდის ძალიან კითხვაზე ზუსტი პასუხები. აი ეს მეორე ჯობდა პირველს ვერ მოგიყვო